ჯერაც საერთოდ რა ხდება ამ სკოლაში? ხო, ამ მე-9-ასგან ძალიან დავიღალე. ჩვენაირი სტუდენტები უნდა სწავლობდნენ აქ და არა ბარბები. ხო, რამე უნდა მოვიფიქროთ, ასე ვერ გაგრძელდება. 69, 70, მიდი არტემ, ხო, 71, შენი ჯერი აზიდვისთვის. ეს ბიჭები ნამდვილი კლოუნები ვით დადიან. რამე უნდა ვქნათ ამ კენებზე, თორემ მართლა ყველა გოგო მაგათ უყურებს. კარგი დრო გვაქვს, შეგვიძლია ვცემოთ. რა თქმა უნდა. ხო, აქ ვერ ისწავლიან. ბარბი ჯული, შენ შემიჭამე ჩემი ვარდისფერი ჩიფსები? ბარბი დიანა ძალიან გემრიელი იყო. ხო, და თან ძალიან მიყვარს ვარდისფერი გამომცხვარი ბულკი. ნახეთ ვინ არის აქ. არა, ჩვენთან ჩხუბს გადაწყვეტე. უფრო ჩქარა ვიაროთ. დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდებიან. მომისმინეთ მეათეჯი, ჩვენთან ბარბებთან ჩხუბი არ ღირს, შარში გაეხვევით. ხო, და ჩვენ ბარბი გოგოები ვართ. ხო, აქ ბოსები ვართ. ხო, ბარბი, წავედით. მათ არ უნდა ელაპარაკებოდე, წავედით. მორჩა, გაგვიშვით. ერთი ამათ შეხედეთ. ხო, მორჩა ბანდა, ამას ასე ვერ დატოვებთ. დღეს ამ ბარბებს ვცემთ. ვაიმე, ამ მეათეჯიმ ძალიან დამღალა, ვეღარ ვიტან უკვე. ხო, რა ზედმეტები მოუვიდათ. საერთოდ რაღაცებს გვეძახიან, რა დავუშავეთ? გამარჯობა მეგობრებო, რატომ ხართ გაბრაზებულები? რატომ და მეათეგეს გაძლება უკვე შეუძლებელია. ხო, კორიდორში შევხვდეთ და სიცილი დაიწყეს. ჩემი ბრალი არ არის რომ კენიო. მისმინეთ გოგოებო, მეათეჯის ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ბარბები და კენები ვართ და ისინი არ არიან. გოგოებო, მეათეჯის უბრალოდ შურს, იმიტომ რომ ჩვენ ბარბები ვართ და ისინი არ არიან. ხო, ჩვენაირად ლამაზები არ არიან. და არც კენები არ ყავთ. რა კარგია რომ მეც კენი არ ვარ. კოსტა, რას გულისხმობ? ჩვენი მეგობარი ხარ, შენც უნდა გახდე კენი. კოსტა, შენ შეგიძლია რომ ჩვენ დაგვიცვა და მეათეგე დაამარცხო. რანაირად მე მარტო ვარ, ისინი კი ბევრი არიან. ისევ ჯობია რამე თქვენ გაგიკეთოთ. კოსტა და რა გავაკეთო? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. თან გადავწყვიტე რომ ბარბად უნდა დავრჩე. ხო, მეც. მე კენი ვიქნები, მეც ვიქნები. მისმინეთ ბანდა, დღეს მე-9 კლასის ბარბები უნდა ვცემოთ. ხო, და უნდა გავიგოთ საით მიდიან სკოლის მერე, მაგრამ უკვე ვიცით, ისინი ხომ მის მერე პარკში მიდიან. ხო, და ყოველ დღეს ეირნობენ და ფოტოებსაც იღებენ. კენები ძალიან სპორტულები არიან. ისინი პლასმასის არიან, ალბათ სირბილეც არ შეუძლიათ. კარგი, ანუ პარკიდან ავედევნებით. ხო, ამის შემდეგ კაფეში მიდიან და აი იქ დავიჭერთ. დავიჭიროთ ეს კენები. მოდი მათი ფული ავიღოთ და ნაყინები ვიყიდოთ. მისმინეთ, რომელი ნაყინი უნდა ვცემოთ სხვათა შორის? ჯანა, არა უშავს, კაფესთან ახლოს ვცემთ. ხო, ამის შემდეგ სკოლაში ვეღარ დაბრუნდებიან. ძალიან კარგი. მაშინ კლასის დამთავრებამდე მოვიცადოთ. ბავშვებო, თქვენი მეგობარი ვარ, მაგრამ ეს ცუდი იდეაა. კოსტა, გაჩერდი. ხო, მეათეჯის ვცემთ. ისინი ყველაფერს თავისი მუშტებით გადაჭრიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ მათნაირები არ ვართ. ხო, დავუმტკიცებთ რომ მაგრები ვართ. მეათეგეს გოგოები გაიგებენ, რომ არტემს და პატრიკს ჩემთვის წყლის მოტანაც კი არ შეუძლია. ვაჩვენებთ აქ ვინ არის. ბიჭებო, ნაკლები ლაპარაკი. მორჩა დიანა დაწერე, მეათეჯი ჩვენ დაგელოდებით ჰოლში დასვენებაზე. ხო, ჰოლში. დიანა კიდევ დაწერე, რომ გეძახით ჩხუბისთვის. დიანა, და უთხარი რომ თუ ძალიან შეეშინდებათ არ მოვიდნენ. თუ ჩვენი ეშინიათ შეუძლიათ სახლში დარჩნენ და იდირო. კარგი, მორჩა, დავწერე. დიანა, ახლა ეს წერილი მეათეჯის უნდა მივცეთ. არტემ, შენ ჩვენი კურიერი იქნები. მე რატომ? არტემ, ბარბი მუთხრა რომ შენ ხარ კურიერი, აიღე წერილი და გაიქეცი მეათეგესთან. ხო, არტემ, ეს წერილი წაიღე, მეათეჯის მიუტანე. რა, გინდა რომ მათ გააგრძელონ ჩვენთვის შეურაცხყოფის მიყენება? კენ არტემ, ეს წერილი მეათეჯის წაუღე და იებს მოვინიშნავთ და თიებს გადავხაზავთ. მეორედ აღარ შეგვეხებიან. ხო, ჩვენს თვალებშიც ვეღარ ჩაიხედავენ. არტემ, აიღე წერილი. არტემ, იჩქარე, ძალიან მალე დაბრუნდი. კარგი, მოდი დიმა ერთად წავიდეთ. არტემ, კურიერი მხოლოდ ერთია. არტემ, დიდხანს უნდა გელოდოთ? არტემ, რა მაგრად ჩხუბობ? მარუსა, უკვე 8 წელია რაც ვარჯიშობ. ხელები მტკივა. მოდით, კარაოკე ჩავთოთ. არტემ, შენ კენი ხარ, არ უნდა შეგეშინდეს. ისინი მოსწავლეები არიან, შენ არ გადგენე. ოჩაღ არტემ, მიდი, კარგად გაიწელე. ასე უნდა გაუკეთო კენდიმას. რა ხდება აქ? შენახენას აკეთებ.
უბრალოდ თქვენთან წერილი გამომატანეს. რა? ეს რა არის? კარგი, ერთი ვნახოთ რა უნდა ჩვენგან. მეათეჯი, ჩვენ დაგეოლდებით ჰოლში გაკვეთილების შემდეგ და გეძახით ჩხუბისთვის. თუ არ გეშინიათ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ჩვენ ბარბები და კენები გაჩვენებთ ვინ არის ამ სკოლაში. ყველაფერი გასაგებია? თუ მშიშრები არ ხართ, დარბაზში შეგვდით. ბანდა, ამას შეხედეთ, ჩვენ ვფიქრობთ ისინი როგორ დავამარცხოთ და ისინი ჩხუბისთვის გვეძახიან. ხო, რას გვიზამენ? ჯერ მათ შეხედე და მერე ჩვენ შემოვხედე. არიციან თან რა კარგად ვმოქმედებ. პატრიკი ჯეკი ჩანივით არის, მაგარი რაღაცების გაკეთება შეუძლია. ჩვენ მოვიკებთ. კენებო და ბარბებო, მომისმინეთ. მეათეჯის უნდა ვაჩვენოთ ვინ ვართ. ამიტომ შემომხედეთ და გაიმეორეთ ზუსტად. კარგი. არტემ, კარგად შეხედე, შეცდომები არ დაუშვა. დიმა, მე შემიძლია მხოლოდ შენზე ვნერვიულობ. კარგი, ბავშვებო, გაიმეორეთ, ოღონდ უფრო ჩქარა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. მისმინეთ ბარბებო, არ თქვათ რომ არ გაგაფრთხილეთ. კენებო, ჩვენ ნუ შეგვებრძოლებით. აი ახლა გაჩვენე. არც კი იცით ჩვენ როგორ მოძრავ. ჩვენი ცეკვები საუკეთესოა. ჩემი მეგობარი ბარბები და კენები ადვილად გაგისწორდებიან. ხო, გასაგებია მეათეჯი. და ვნახავთ ვინ არის ყველაზე მაგარი. სად ხართ ბრძოლის დასაწყებად? კი. კარგი, დავიწყოთ ბრძოლა. ბარბები მოსწავლეების წინააღმდეგ. დაწვით იატაკი. ბარბი, პირველი ხარ, დაიწყე. ხო, ჩვენ სუსტებს დავუთმობთ. ბარბებო და კენებო, მზად ხართ? კი. აი ჩვენ გაჩვენებთ. მუსიკა. Pick it up, pick it up, pick it up, pick it up. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. You see the drippy, I'm fitted up. ბარბებო და კენებო, გაუცებული ვარ. მოსწავლეებო, თქვენი ჯერია. თქვენ ციგურებზე სრიალებთ? არა, მთებზე ცოცდებია. თავიანთი მუშტების ქნების გარდა არაფერი შეუძლიათ. ხო. მორჩა, კარგი, ახლა ჩვენი მეორე ცეკვა. რა, ჩვენი ცეკვა უფრო მაგარი იყო. პატრიკ, უფრო ეცადე. შენც არტემ. ხო, მარიუსა, უფრო მოქნილი იყავი. ყველაფერს ვცდილობ. კარგი სტუდენტებო, გასაგებია, ბარბებო და კენებო, მეორე ცეკვა. მუსიკა. პატრიკ, არ მესმის ვისთან ხარ? ბარბებთან და კენებთან თუ ჩვენთან? ვემსადები რომ მოგებაში დაგეხმაროთ. კარგი ბარბებო და კენებო, კარგია. სტუდენტებო, თქვენი ჯერია. მეათეჯი, ჩვენი საყვარელი სიმღერა, მოდი ეს გავაკეთოთ. არ მომწონს. ისე მე მომწონს მათი ცეკვა. ხო, კარგია. კენებო, გაგიჟდით? ბარბები და კენები უკეთესები არიან. ხო, და მათი არ უნდა გავიმეოროთ. კარგი. მუსიკა. სტუდენტებო, ძალიან გაუცებული ვარ. ბარბებო და კენებო, ახლა თქვენი ჯერია. ძალიან კარგია. სტუდენტებო, თქვენი ჯერია. ვა, ძალიან მაგარია. ხო, მეც მინდა მათთან ცეკვა. ბავშვებო, მოიცადეთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მათ არა.
მარიუსა, გაიგე, ძალიან ეცადე, თორე მე დაგელაპარაკები. არა ლეილა, მე დაგელაპარაკები მოგვიანებით. მეათეჯი, რა არის? გეშინიათ? ვერ ხედავთ, დაგვინახეს როგორც ვეკვავთ და ვეღარც მოძრაობენ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ბარბები ვართ. დაიმახსოვრეთ, ვერ გაიმარჯვებთ. შანსი არ არის. მოსწავლეებო, ეს ბოლო რაუნდია. მიდით. მიდი. მოსწავლეებო, რას ელოდებით? მიდით. მიდით, ბავშვებო. ჯანდაბა, საოცარი ბრძოლა. საერთოდ არ არის სასაცილო. და გამარჯვებულები არიან ჩვენ. მარიუსა, შენ ისე იყავი როგორც ჰიპოპოტამი ყინულზე. ხო, და მუსიკაც საშინელი გქონდათ. ლეილა, შენი თავი გინახავს მოცეკვავე ბოსტნეული ვით ცეკვავ. დაიმახსოვრეთ მეათეჯი, შანსები 0 გაქვთ. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიმარჯვებთ. დაიმახსოვრეთ, ჩვენ საუკეთესოები ვართ. რა? ჩვენ ვართ. მე კარატეს ვაკეთებ. გასაგებია, თქვენ ძალიან ცუდად ცეკვავთ. მეცხრეა, საერთოდ არ უნდა გებრძოლათ. ხო, განსაკუთრებით შენ, ჯული. შეწყვიტეთ. ხო, იცით რა არის? თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ საუკეთესოები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ. და ახლა ბავშვები გადაწყვეტენ. ბავშვებო, თუ ფიქრობთ, რომ კენები და ბარბები არიან საუკეთესოები და გითხარით. აბა, კარგად. ბავშვებო, ერთი წუთი, თუ ისინი მოეწონებათ, ჩვენ რა? ჯანდაბა. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ. გოგოებო, დღეს დიმას დედის დაბადების დღის ფართიზე მივდივარ. ვა, დაგპატიჟა? არა, მე მგონი დიმამ დაპატიჟა. არა, არც დიმას არ დაუპატიჟები ვარ, არც დედამის, არც მამამის. გადავწყვიტე, რომ ჩემით წავიდე და უბრალოდ მივულოცო, მაგრამ არ ვიცი რა ვაჩუქო. დამეხმარებით? მე ვიცი დიანა, შეგიძლია რამე ფუმფულა სათამაშო აჩუქო. არა, ჩემი აზრით რაღაც ჭურჭელი ჯობია. არა, კოსმეტიკა არის უფრო კარგი, ლამაზი პომადა. და მე ვფიქრობ, რომ ჯობია სუნა მოვაჩუქო, თან ტკბილი, რომ როდესაც გამოიყენებს, მე გავახსენდები. ვაუ, რა კაი იდეა. მოკლედ გოგოებო, გადაწყდა, ვუყიდი სუნამოს და იმედია დიმას დედას მოვეწონები. გამარჯობა იანა, ჩვენთან ხარ? მარუსა, ვერ ამჩნევ, ის ძალიან უცნაურია. მოიცადეთ, დაკავებული ვარ. კოსმეტიკა არა. ჯანდაბა, ნახევარი კლასი გაციებულია, იანა კიდე ტელეფონშია. ხო, იანა, მიდი დადე ტელეფონი, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. მოიცადეთ, გეუბნებით, რომ დაკავებული ვარ. მაგარია და რას სიტყვი ჩხუბზე, დღეს ხო მეცხრეა უნდა ვცემოთ, მერე სიტყვი რომ კარგცალია? ხო, მარიუსა, დღეს დაკავებული ვარ, იმიტომ რომ დედა ჩემის დაბადების დღეა და უნდა მივიდე და ავურჩიო საჩუქარი. გაკვეთილების შემდეგ მივალ და მივულოცო. პატრიკ, რას ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ ორი დავჭით? მეცხრეას ძალიან გაუმართლა. მის მინედ იმაკე არ მესმის, რატომ შეუყვარდი დიანას. საერთოდ არ ხარ სიმპათიური. ვინ არ არის სიმპათიური? მე საუკეთესო კენი ვარ საერთოდ. შენ ხარ იმიტაცია. მე ვარ ყველაზე სიმპათიური. ყველა გოგო მე მიყურებს და ტელეფონის ნომერს მთხოვენ. არ გამაცინო, გოგოები მაგას არ შვებიან. როდესაც დადიხარ, ყველა შენს უკან იცინის. რა, ხუთს ჩამოგაფარებ ახლა ყურებზე. დამშვიდით, რომ სპანჯბობი გახდები. რომელი სპანჯბობი? ხრელებით. რა, სპანჯბობი ხრელებით? კენდიმა, არ მითხრა რომ არ გაგაფრთხილებ. ნუ გამაბრაზებ კენ არტემ, კენდიმა. კენებო, დამშვიდით. სულ ესაა, კარგად ვართ. ვერ აურჩევიათ ვინ არის უფრო სიმპათიური. სკოლის მერე დავილაპარაკებთ. გამარჯობა კენებო. არტემ, დღეს რა კარგად გამოიყურები. გაიგონეთ? მე სიმპათიური ვარ. დიმა, რა კარგად გამოიყურები. ბარბიჭული, მადლობა კომპლიმენტისთვის. კენდიმა, დღეს სკოლის მერე სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ. დიანა, მე სკოლის მერე დაკავებული ვარ. ვერ გავისერდით. კენდიმა, ვიცი, ამიტომაც მინდა შენთან ლაპარაკი. სად არის? ნინოჩკა, ცუდი იდეაა, წავიდეთ. ცუდი იდეაა? არა, არ მესმის. არ გადარძებს სად არის შენი შვილი და სად დადის? ნინოჩკა, დამშვიდდი, ვიპოვით კლასში და ყველაფერი კარგად იქნება. სად არის ცხრილი? აი აქ არის. მეცხრე A. არ მესმის არაფერი. სიმონ, რას ელოდები? უნდა გავარკვიოთ სად არის ჩვენი შვილის კლასი. ნინოჩკა, არ ინერვიულო, ვიპოვით. გამარჯობა, მეცხრეა სად არის?
პირველ სართულზე დერეფნის ბოლოს. ბავშვო, არიტი რომ ყველაფერი კარგად არის. რა შემჭირდება ის? ბავშვთან ერთად ვარ მარტო. ნინოჩკა პირველ სართულზე დერეფნის ბოლოს. სიმონ, რას ელოდები? უფრო ჩქარა იარე. ნინოჩკა, იქნებ ცუდი იდეა, მოდი უკან დავუკვდეთ. რას გულისხმობ? გინდა რომ შენი შვილი დაკარგო? რა თქმა უნდა, არა. ხო, მაშინ იები უნდა აღნიშნოთ და თიები უნდა გადავშალოთ. ნინოჩკა, მოდი შესვენებამდე დავიცადოთ. სიმონ! კარგი. აქ არა. პაკეტილი. გამარჯობა, შეიძლება დიმას უბრენკოს დაველაპარაკო. შვილო. გამარჯობა. გამარჯობა, დეიდანია. დიმა? დიმა, შეგიძლია გახვიდე, შენი მშობლები არიან აქ. არა, ეხლა რომ მქონოდა დიმას დედის საჩუქარი უკვე მივცემდი. მამა, დედა, აქ რას აკეთებთ? დიმა, არ გესმის? ამ სიტუაციას ვამთავრებთ. გთხოვთ, უბრალოდ სახლში წადით, კარგად ვარ. ნინოჩკა, ხო გითხარი ცუდი იდეაა სკოლაში მოსვლათქო? სიმონ, რატომ არის ცუდი იდეა? დიმა, შენ უნდა შეიცვალო. რა ხდება? შეხედე შენს თავს. დედა, რა მოხდა? თანამედროვე თინეიჯერი ვარ. თანამედროვე თინეიჯერი ეს რაღაცვია, რანაირი სვიტრი არის საერთოდ და თმაზე რა გჭირს? რანაირი ქუდია ნათურებით? შვილო, შეიცვლი შენ ტასაცმას და მე და დედა შენი სახლში წავალთ. არ გესმით? მე დიმა კენი ვარ. არ ვიცი, ეხლა დავეცემი უგონოდ. დიმა, საერთოდ მართლა ფიქრობ რომ კენი ხარ? მამა შენი არ არის კენი. დედა, არ მინდა მამასნაირი ნაცრისფერი კაცი ვიყო. დამიჭირეთ. შვილო, ნუ გამობრაზებ, უბრალოდ წადი და ტანსაცმელი გამოიცვალე. მას არ უნდა რომ იყოს ნაცრისფერი კაცი. შვილო, შენ უნდა გესმოდეს. მამა შენი არის კულტურული ადამიანი და ელექტრიკის ინჟინერი. ნინოჩკა, იქნებ უნდა წავიდეთ. სიმონ, დაგავიწყდა. დიმა, სად არის შენი, რა ქვია მას? დედა, ჩუმად იყავი, ვიზე ლაპარაკობ. დიმა, რას გულისხმობ? აი ის გოგო სულ რომ გირეკავს და გწერს. აი მისი ბრალია ესე რომ ხარ. ნინოჩკა, დამშვიდდი, უბრალოდ ბავშვები არიან. ბავშვები? სიმონ, რა ქვია მას? ბარბი ჯიჯი, გაიგე როგორი გაბრაზებულია დიმას დედა? ხო, უნდა რომ დიანას გაუსწორდეს. გოგოებო, ეს საშინელებაა. ისინი მას კენად ყოფნის უფლებას არ აძლევენ. დიმა, სად არის დიანა? მისმიეთ დედიკო და მამიკო, არ შეეხოთ ბარბი დიანას იცოდეთ, საშუალებას არ მოგცემთ. საშუალებას არ მოგცემ, მე გავუსწორდები მას, რა გაუკეთა საერთოდ ჩემ შვილს. კარგი, საჩუქარი შევუკვეთე. ყვავილებს მოიტანენ 5 წუთში და მე მანამდე საპერფარშოში გავალ. კარგი. დედა, მამა, აქ რატომ ხართ? აქ რატომ ვართ? სიმონ, რატომ მოვედით ამ სკოლაში? რომ დიანას დაველაპარაკოთ. ახლა ვუჩვენებ. ხო, რა თქმა უნდა, დედა, შეხედე, დიანას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს დიმაზე. უყურე ერთი რა. იანა, კარგი რა? მორჩა, იანა, ახლა ვუჩვენებ მას. დიმა, დაუძახე დროზე. ეს ძალიან საინტერესო იქნება. კარგი, წავედი. არა, მამა, დედა, არ შეეხოთ დიანას. შვილო, ხო ვიცი დედა შენი, ჯობია დაურეკო დიანას. დიმა, მოიყვანე დიანა აქ დროზე. ჯანდაბა, ძალიან მარცხვენთ თქვენ. დიანა, რა იყო დიმა? ჯანდაბა, არ მაქვს საკმარისი დრო რომ საჩუქარი ვიყიდო. არა, დიანა მიდის დერეფანში. რა მოხდება ნეტა? რა მოხდება? დიმას დედა უყვირებს დიანას. გამარჯობა დეიდა ნინა. ვიცია საიმონ. გამარჯობა დიანა. საიმონ, მომისმინე გოგონა ვარდისფერში. დიმა, რატო არის დედა შენი ასე გაბრაზებული? ბოდიში დიანა, არ არის ჩემი ბრალი, უბრალოდ თავისით მოვიდნენ. მომისმინე დიანა, რა გაუკეთე ჩემ შვილს? დიმას, რა უქენი? ნინოჩკა, დამშვიდდი, მთლიან სკოლას ესმის ჩვენი. სიმონ, საერთოდ არ მადარდებს. ჯანდაბა. რას გულისხმობ? დიმა, იგივეა, მაგრამ ის მხოლოდ კენი გახდა. კენი ამბობ? შეხედე შენ თავს, რატო გაცვია ამდენი ვარდისფერი სკოლაში? ნინოჩკა, დამშვიდდი, თინეიჯერები არიან, უბრალოდ მაგათი მოდაა. მოდა? დიანა, შენ ჩემი შვილის სულ გაატუტუცე. მოიცა, არავინ არ გამიტუტუცებია. დიმა ხომ იგივეა. დედა, ყველაფერი დიანას ფერიანათლიის ბრალია. ხო, არა, ახლა რაღაც ფერიანათლიაზე ლაპარაკობს. საერთოდ რა ხდება, რა გჭირს? სხვათა შორის დიმა სიმართლეს ამბობს, ეს მართლა ფერიანათლიის ხრიკებია. არ შევიცვალე, ზუსტად იგივე ვარ. იგივე? დიანა, შენ არ გესმის. რაც შენ მისი მეგობარი გახდი, უფრო ცუდად სწავლობს. ხო, და ყოველღამე ტირის, დიანა. იცი რა, სხვა გოგოსთან იმეგობრებს. ხო, ჭკვიან ვიღაცასთან. ჯანდაბა.
მომისმინე დეიდა ნინა, ჩვენ უბრალოდ თინეიჯერები ვართ. მე, დიმა, ჩვენი მთელი სამეგობრო ჯგუფი, ბიჭები და გოგოები, ყველა ერთი და იგივე ვართ. თინეიჯერები, ახლა ვხედავ როგორი თინეიჯერიც ხარ. იცი რა, დიმამ თავისი ბალეტის კურსი დატოვა და შენ რას აკეთებ? რას ვაკეთებ? მე ვიდეო ბლოგერი ვარ. ხო, დედა, დიანა ვიდეო ბლოგერია. სიმონ, ეს რას ნიშნავს? ნინოჩკა, დამშვიდდი. არაფერი ცუდი არ არის. უბრალოდ ვიდეოებს იღებ. ხო, მე ვიდეო ბლოგერი ვარ. ვიდეოებს ვიღებ TikTok-ისთვის, Instagram-ისთვის, YouTube-ისთვის. დიმა მიღებს, ხო დიმა? კი, მართალი ხარ. ხო, ძალიან მაგარია. კი, მაგარია. და ძალიან მოგწონს. სიმონ, ეს გაიგე, ჩვენი შვილი ბალეტის ნაცვლად ვიდეოებს იღებს. ნინოჩკა, ეს პოპულარულია თინეიჯერებს შორის. ხო, მამა, დედა, ვიდეო ბლოგერობა მაგარია. დიმა, არ მეგონა თუ დედა შენი ასეთი იყო. იანა, შენ ჩემი და ხარ. ცუდი ბანდა. მომისმინე, შენ ვიდეო ბლოგერო, ჩემ შულს თავი დაანებე. ხო, დიანა, ისე რა არის შენი არხის სახელი? დედა და მამა ხო გითხარით, ლედი დიანა. ხო, ლედი დიანა ქვია YouTube-ზე. ბანდა, ჯანდაბა. რა მოხდა? დღეს ჩხუბობთ? საბოლოოდ. არა, ჩემი მშობლები არიან აქ, სკოლაში. იანა, რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? საშინელებაა. მე მგონი დირექტორმა დაურეკა. არა, დიანასთან საჩხუბრად მოვიდნენ. ვაუ. სიმონ, აბა იპოვე ერთი ლედი დიანა, რას იღებს? რა თქმა უნდა, ნინოჩკა. ბავშვებო, ამას შეხედეთ, დიმას დედა დიანას ეჩხუბება. უნდა მივიდეთ და დავიცვათ დიანა. ხო, უნდა დავფაროთ დიანა. რა სიძახით? თქვენ ალბათ დედაჩემს არ იცნობთ. ბანდა, მომყევით. მამა და დედა, დიანა კარგი გოგოა, არა აქვს ჩემზე ცუდი გავლენა. დედა, დედიკო, შეხედე, როგორ არ აქვს ცუდი გავლენა? ჩვენს დიმას შეხედე. ხო, იცი რა, დიმას დედა? დეიდა ნინა. არ შეეხო დიანას, ის ძალიან კეთილია. ხო, მას დავიცავთ. რა? არ შევეხო? სიმონ. ჯანდაბა, მამა? მე მგონი ვიდეოებს უყურებს. სიმონ, ხომ გითხარი, დებილობა, ვიდეო ბლოგერობა არა ის. რას გულისხმობ? ჩვენი ვიდეოები საუკეთესოა. საუკეთესო. ხო, მართლა საუკეთესოა. საუკეთესო? მომეცი აქ. მოვალ შენთან სახლში და ყველა შენ მეგობარს ვეთყვი, რომ შენი არხი დაბლოკონ. ნინოჩკა, დამშვიდდი რა? დედიკო, იცი რომ ვარდისფერ მანქანას ატარებს? რა? ხო, კი, ვატარებ. მე რა? ჩემი საყვარელი ვარდისფერი მანქანა მყავს. ხო, ესე იგი მანქანას ატარებ? არ ამგონია რომ მარსვის მოწმობა ჰქონდეს. ახლა Facebook-ზე დავპოსტავ და ყველას ეცოდინება. რა? იცი რა? დიანას მანქანა არ არის ნამდვილი. ხო, შეგიძლია შენც ატარო. ხო, 30 კმ/სთ სიჩქარე დადის. ხო, და მართლა ფრთხილად ვატარებ. კარგი, მაგრამ შენ არხს მაინც დავბლოკავ. ჯანდაბა. დიანა, არ ინერვიულო. ხო, ამას არ გააკეთებ. არავითარ შემთხვევაში. არ გავაკეთებ? სიმონ, დაბლოკე. რანაირად, ნინოჩკა? სიმონ, ელექტრიკოსი ხარ. დეიდა ნინა, მგონი არ გესმით, ვერ დაბლოკავთ არხს. მილიონობით ადამიანი უყურებს დიანას. ხო, მას 6 მილიონი გამომწერი ყავს. ხო, დიანას ვიდეოები ყველაზე მაგარია. ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, რომ გადავუღოთ და დავეხმაროთ. გაიგონეთ დედა და მამა? ხო, თქვენ დრო არ დაკარგოთ. რა? სიმონ, ტელეფონი აიღე და დაბლოკე. სიმონ, ჯანდაბა, მის ვიდეოებს უყურებენ? მე მგონი. რას ფიქრობთ? აბა მოგწონთ ვიდეოები? ხედავთ მამა და დედა, დიანა ყველაზე მაგარი ბლოგერია. ხო, მომწონს. მართლა სიმონ, ძალიან საინტერესოა. დიმას მშობლებს ვიდეოები მოსწონთ. ხო, სხვანაირად ვერც იქნებოდა. დიმა, ახლა წავალ და დედაშენს დაველაპარაკები. არ ქნეს, მომთმენი ჩანს. დეიდა ნინა, გილოცავთ დაბადების დღეს. გახსოვდა რომ ჩემი დაბადების დღეა? რა თქმა უნდა, საჩუქარი აქ არ არის, მაგრამ უკვე შევუკვეთე და ამ საღამოს მოგიტანთ. დიანა, ხედავ რომ ძალიან კარგი გოგო ხარ. დიმასთან ერთად მოდი ჩვენთან სახლში ამ საღამოს და ტორცას გაჭმევთ. დედა! დავიდეთ ნინოჩკა. ხო, წავედით, მიშას დავაძინებთ და ჩაის გავუკეთოთ. და ლედი დიანას უყურებ. დეიდა ნინა, ბიძია საიმონ, გნახავთ? ხო, კარგად. კარგად, დაგელოდებით დიანა. აბა ბავშვებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს. კარგად! კარგად.